მოგესალმებით, მეგობრებო. დღეს მინდა გაგაცნოთ როზმარინის ჩაის სასარგებლო თვისებები. როზმარინის ფოთლები შეიცავს ვიტამინ C, A, ფოსფორს და თუთიას, ასევე ქაფურს და ევკალიპტის ზეთს. მას აქვს ანტიოქსიდანტური ეფექტები, ანთებისაწინააღმდეგო თვისებები. ამცირებს სტრესს და შფოთვას, აუმჯობესებს გონებრივ განვითარებას, აძლიერებს იმუნურ სისტემას, კუჭის დისკომფორტის შემსუბუქება, ეხმარება საჭმლის მომნელებელ პრობლემებს, ასევე თავის კივილს და სურდოსდროს უებარია. როზმარინის ჩაის მომზადება შეგიძლიათ როგორც გამომშრალი, ასევე ახალი ფოთლებისგან. შეგიძლიათ მხოლოდ როზმარინის ჩაი მიირთვათ, ან 1 ჩაისკოს შავი ჩაი და 1 ჩაისკოს გამომშრალი როზმარინს დავასხათ ცხელი წყალი და დაველოდოთ 6-7 წუთი. შეგიძლიათ დაამატოთ როგორც ლიმონი, ასევე ფორთოხალი. ასევე გაითვალისწინეთ უკუჩვენებებით. ორსულობისა და ლაქტაციის დროს როზმარინის ჩაის ჭარბი მიღება არ არის რეკომენდირებული, რადგან ის შეიცავს ეთერზეთებს და ამ პერიოდში მოერიდეთ ან დაიკითხეთ თქვენს ექიმს. ასევე შეიძლება გამოიწვიოს ფაღარათი, გასტრიტის სიმპტომები ან გულწმარვა ზოგიერთ ადამიანში. როზმარინი შეიცავს კოფეინის მსგავს ნაერთებს, ამიტომ მაღალი წნევის მქონე ადამიანებმა როზმარინის ჩაის მიღებას უნდა მოერიდონ ან დაიკითხონ ექიმს. რა თქმა უნდა, ვისაც ალერგია გაქვთ ტუშოსნების მცენარეების ოჯახზე, ასევე თავი უნდა შეიკავოთ როზმარინის ჩაის მიღებისგან. სიმპტომები შეიძლება იყოს ქავილი, ჭინჭრის ციება, სუნთქვის გაძნელება ან შეშუბება. ჩემი რჩევაა დღეში რამდენჯერმე ნუ მიიღებთ. ძილის წინ კი მისი მიღება ნამდვილად მშვიდ ძილს უპირდება. როზმარინი მე და ჩემს ოჯახს ძალიან გვიყვარს. თქვენ რომელ მცენარის ჩაის მიირთმევთ და რა სიხშირით? ველოდები კომენტარებს.